ფარული ჩანაწერების არქივის განადგურება 2 კვირის ვადაში მოხდება. ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიას, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესში ჩაერთვება, თავად მინისტრი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს კომისიის საქმიანობასა და კომპეტენციის განსაზღვრაზე. მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები აუცილებლად განადგურდება 2 კვირის განმავლობაში. შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება ინტენსიური შეხვედრები კომისიის საქმიანობის წესების დადგენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფორმალობას არ ქონდეს ადგილი და კომისიის უფლებამოსილების და კომპეტენციის გვარი უნდა დადგინდეს აუცილებლად, რომ შემდგომში კომისიამ ამ დებულების თანახმად მოახდინოს აი ამ ბინძური მასალების განადგურება. შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კადრები ვიღაცა მესამე პირს აქვს გატანილი არსებობს, ამაზე ჩვენ საუბრობდით. მინისტრმა ეს ამ საშიშროებაზე ისაუბრა ნამდვილად, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სახელმწიფომ თქვას უარი ამ კადრებზე და მან გაანადგუროს ის კადრები, რომელიც მათ აქვს. პირველი ნაბიჯი ალბათ არის ეს. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურ რეჟიმში თუ კი ვინმე გამოიყენებს ამ კადრებს, ის უნდა სამაგალითოდ დაისაჯოს.